Ყველას მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო. Გამოვიბრანჭე, იმიტომ რომ მინდა გაცნობოთ და გაგიზიაროთ ჩემი უმნიშვნელოვანესი ახალი გზის დასაწყისი. და პირველებისთვის მინდა და გამეზიარებინა თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩემი ინტერნეტ ოჯახი. თქვენთან ერთად ვცხოვრობ, თქვენთან ერთად ვიზრდები, თქვენით რა მიხარია, რა მწყინს, რითია სავსე ჩემი გული. და თქვენით რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს აკეთოს ის საქმე, რომელიც მისია. თქვენით რა ჩემი საყვარელი საქმე არის ვიდეოების გადაღება, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებ. გიზიარებ თქვენ ჩემ ცხოვრებას და დადგა ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა მე ისევ ვიწყებ კიდევ ერთი ჩემი საყვარელი საქმით დაკავებას. ამ ის დაწყებას ვერ ვიტყვი, ეს არის გაგრძელება. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ 2011 წლიდან მე მქონდა წონაში კლების საიტი, სადაც წერდი სტატიებს კალორიების შესახებ, ანუ წონაში კლების შესახებ კალორიული დეფიციტის მეშვეობით. ასევე მქონდა ფორუმი, სადაც ვყავდა ბევრი გოგოები, სადაც ჩვენ მქონდა დათვლილი კალორიებით რეცეპტები და უამრავი ძალიან დადებითი შედეგი და გამოხმაურება მქონდა მაშინ. და ასევე ვწერდი ინდივიდუალურ წონაში კლების ერთთვიან, ასე ვთქვათ, ყვებით გეგმას და ამითაც ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ გოგოებს. ხო, და მე ეს ყველაფერი ჩავხურე, შევაჩერე და ახლა მაქვს პერიოდი, იმიტომ ჩავხურე და შევაჩერე, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაცებში უნდა გავრკვეულიყავი და როცა ეს ყველაფერი გავარკვიე, მე ვთვლი, რომ მას მე უნდა ასწავლო რაღაც სხვას, ან დაეხმარო იყო მენტორი სხვისთვის, რაც უკვე შენ რაღაც საფეხურზე ხარ და როცა მე ეს კითხვები გამიჩნდა, მე ეს ყველაფერი შევაჩერე. და ახლა, როცა მე უკვე გავიარე ძალიან დიდი გზა, მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ვიცი საკუთარ თავზე ყველაფერი, საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიცი ყველაფერი, ანუ ვიცი როგორც თეორია, ასევე ვიცი პრაქტიკაში ყველაფერი. და ეს არის თემა, რომელზეც მე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, დაუსრულებლად ვიყო ჩართული, დაუსრულებლად აი აქ ვიტრიალო, ეს არის წონაში კლება. და არ წყდება მოწერები, როგორც კომენტარებში ჩემთან, ინი გვასწავლე კალორიების თვლა, ასევე ინბოქსში, თითქმის ყოველ დღე მწერენ გოგოები, როგორც მესენჯერში, Facebook-ის, ასევე TikTok-ში და ყველაზე დიდი მოთხოვნა რეალურად TikTok-შია. აი არ ვიცი, ჩემს ინბოქსში შეხვიდეთ, ყოველი მეორე, ან შეიძლება ყოველი, ან ყოველი მეორე მოწერილი შეტყობინება არის ნინი გვასწავლე, როგორ დავითვალოთ კალორიები, ნინი გვასწავლე, როგორ დავითვალოთ კალორიები და აი მე გადავწყვიტე გასწავლოთ არა ის, როგორ დაითვალოთ კალორიები, არამედ ის, როგორ გახდეთ გამხდარი სამუდამოდ, ანუ დაიკლო წონაში, ჯანსაღად დაიკლო წონაში, დაიკლო ცხიმის ხარჯზე და შეინარჩუნო მთელი ცხოვრება. და დიდი ხანია ეს ჩემში მზადდებოდა, იზრდებოდა, მე ესე ვარ, რომ სამ რაღაცა ისე არ მომწიფდება, რომ ისი დაბადების დრო არ მოვა, მე არ შემიძლია ეს დავაჩქარო და დროზე ადრე მოვახდინო, მე მინდოდა წინა თვესაც ეს ამის გაკეთება, მაგრამ ველოდებოდი იმ დღეს, როცა სრულიად მზად იქნებოდა ეს ყველაფერი დაბადებულიყო და დღეს შუქი ენახა. და აი დღეს მე ვაცხადებ, რომ ვაკეთებ წონაში კლების მარათონს, გახდი გამხდარი. წონაში კლების მარათონი ნინი კვირიკესთან ერთად. აბა ვნახოთ, რამდენი ადამიანს დავამოტივირებ წონაში დაკლებისთვისაც და მარათონების გაკეთებისთვისაც. კაი, ეს ხუმრობა. მოკლედ, ეხლა თვითონ მოდი ვისაუბროთ იმაზე, როგორი იქნება მარათონი. თქვენ იცით, მე ვარ ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად არ არის მომხრე არანაირი აკრძალვების, არანაირი საშინელი დიეტების. მე ვარ მომხრე, რომ ადამიანმა ისწავლოს, როგორ გახდეს გამხდარი, არა ის, რომ მე მაგალითად დაუწერო, რატო შევწყვიტე მე მენიუების დაწერა, იმიტომ რომ ამ დროს ადამიანი არის დამოკიდებული შენზე. ერთი თვე გააკეთა ეს, მეორე თვე გააკეთა რაღაც მსგავსი და მორჩა. მაგრამ როცა შენ ასწავლი ადამიანს, როგორ მუშაობს ორგანიზმი, რის ხარჯზე იმატებს, რის ხარჯზე ინარჩუნებს, რის ხარჯზე იკლებს, აი ამას როცა ასწავლი უკვე ადამიანს, ეს არის ძალიან რა ვიცი, მე ძლიერ შეუფასებელი რაღაცა, ანუ შენ ასწავლი როგორ იყოს გამხდარი და წონაში დაკლება ეს არ არის მარტო
ფიზიკა, ეს არ არის მარტო სხეული, აქ არის მენტალობა, აქ არის ფსიქოლოგია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერიც იქნება, ანუ ჩვენ ჭარბწონიანი ადამიანის ფსიქოლოგიიდან გადავალთ გამხდარი ადამიანის ფსიქოლოგიაზე, აი როგორც არსებობს მაგალითად მდიდარი ადამიანის ფსიქოლოგია და ღარიბი ადამიანის ფსიქოლოგია, ასევე არსებობს გამხდარი ადამიანის ფსიქოლოგია და წონაში პუტკუნა ადამიანის ფსიქოლოგია, მოდი ასე ვთქვათ. და ჩვენ შევცვლით ფსიქოლოგიურ შეხედულებებს, არასწორებს და ჩვენ ვიმუშავებთ აქაც, ან ჩვენ არ ვიმუშავებთ მარტო საკვებთან, ან ფიზიკურ აქტივობასთან, ჩვენ ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გონებასთან. ანუ იქნება ყოველდღიური მოტივაცია. ყოველდღიური მოტივაცია იქნება, მე ვიქნები ყოველდღიური მოტივატორი. გვექნება ჩვენი პირადი ტელეგრამი, სადაც იქნება საერთო ჩატი, სადაც იქნება ჯგუფი და ასევე ჩატი. ყოველ დღე ჩვენ ერთმანეთს გაუზიარებთ ჩვენს მოტივაციას, მე გასწავლით, როგორ უნდა დავითვალოთ კალორიები, რა უნდა გქონდეს იმისთვის, რომ კალორიები დავითვალოთ, ანუ რა გვჭირდება აუცილებლად ამისთვის. მე დავითვლით ყველა ადამიანის ინდივიდუალურ კალორიას, ვის რამდენი ეკუთვნის შემანარჩუნებელი და დასაკრები, ანუ აქ არ იქნება რაღაცა შედგენილი ერთი მენიუ, რომელთაც ადამიანები იკრებენ, საერთოდ ყველაზე გავრცელებული ეგ არის, როცა ადგენ მენიუს და ამ ერთი მენიუს ყველა ადამიანს არგებ, აშიმშილებ და 2 კვირის განმავლობაში აკლებინებ 10 კილოს, შენ ამბობ, რომ აი მე შედეგი დავდე და ეს ადამიანი მართლა 10 კილო დაიკლო, ვერ იწვის 10 კილო ვერ დაიკლო და მე შენგან წავა და ეუბნები, რომ ეხლა რომ მოიმატე 15 კილო, ეს უკვე შენი ბრალია, იმიტომ რომ პირი ვერ დაკეცე დროზე და სინამდვილეში უცებ ძალიან დიდი დეფიციტი შეიქმნა, ადამიანმა შეძლო რომ გაკაჩა ეს 2 კვირა, თუნდაც შიმშილზე, ნახევრად შიმშილზე, დაიკლო სერიოზული წონა და ანუ შენი ბრალებ შედეგს იღებ თანხას, მაგრამ ადამიანს არ ასწავლი იმას, როგორ იყოს გამხდარი და მე რა თანხასაც ავიღებ, ეს იქნება მინიმუმი იმ შედეგთან შედარებით, რასაც ადამიანი ცხოვრების განმავლობაში დადებს, თუ რა თქმა უნდა მოინდომებს. ანუ მე არ მივიღებ იმ ადამიანებს, რომელსაც ენდომებათ, რომ რაღაცა მთელი პასუხისმგებლობა სხვას გადააბარონ. აი ნახეთ, მე ვიქნები ადამიანი, რომელიც ასწავლის, როგორ გახდეს გამხდარი. თუ ამებს გამოიყენებს ეს ადამიანი ყოველდღე ცხოვრებაში, ის დაიკლებს. მე მის გვერდით ვიქნები ამ ჩემი მარათონის ხანგრძლივობის პერიოდში, ანუ 21 დღიან მარათონს ვაკეთებ. ეს 21 დღე მე მასთან ერთად ვიქნები. 21 დღე არის ჩვევის ჩამოყალიბების, აი პირველი მინიმუმი, ასე ვთქვათ. მე მასთან ერთად ვიქნები. ვასწავლი ყველაფერს, მივცემ მოტივაციას, დავაყენებ გზაზე, თუ მას ენდობა გააგრძელებს შემდეგ თუ ესაც ჩემთან ერთად, თუ არ ენდობა ჩემთან ერთად, გააგრძელებს ცალკე. ხო, და ანუ მე ადამიანს სამუდამოდ ვაძლევ გასაღებს, ანუ სამუდამო გასაღებს ვაძლევ და ასევე ვაძლევ იმ მოტივაციას, რომელიც ანუ თავიდან გვაქვს ჩვენ, მაგრამ მერე გვეკარგება და ანუ მე ვაჩვენებ, როგორ ხდება რეალურად შედეგის დადება და ეს არის იმდენად შეუფასებელი, ვისაც წონა აქვს, იმან იცის, რამდენად შეუფასებელია რეალურად აი ეს. ხო, და კი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება მარტო, მე ეს ყველაფერი ყოველ ჯერზე მარტომ გავაკეთე, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ჭირდება მოტივაცია, ვისაც ჭირდება გამხნევება, ვისაც ჭირდება შემოძახება, განსაკუთრებით დასაწყის პერიოდში, იმიტომ რომ თავიდან საღამოს მაინც არის შიმშილის გრძნობა, მაინც არის დისკომფორტი და როცა 30 ადამიანი არის ჯგუფში, როცა ყავს მენტორი, ანუ ეს ყველაფერი არის უფრო მარტივი, ანუ ერთად ყველაფერი უფრო ადვილია, შედეგებიც იდება და ანუ ეს ყველაფერი რეალურად ძალიან მაგრა ქაჩავს, ანუ ერთმანეთის მოტივაცია ერთმანეთზე ედება და ძალიან მაგრა ქაჩავს. აქ ვიტყვი, რომ პირველი მარათონი იქნება ასეთი ფორმატით ჩემთვის და ამიტომ იქნება მხოლოდ 30 ადგილი, 30 გოგო ვიწყებთ 1 ივლისიდან. 30 გოგო ვიქნებით და ვიწყებ 1 ივლისიდან. მე 31. ხო, ამიტომ ადგილები იქნება შეზღუდული. ჩვენ არ ვიკლებთ საფხულისთვის, ჩვენ არ ვიკლებთ ახალი წლისთვის, ჩვენ არ ვიკლებთ ქორწილისთვის, ან რაიმე კონკრეტული დღისთვის, ჩვენ ვიკლებთ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ჯანმრთელი, რადგან ჩვენ გვაქვს ერთადერთი სიცოცხლე. ამ ერთადერთ სიცოცხლეში ისე გამოვიყურებოდეთ, როგორც ეს გსურს. ისე, რომ არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა, ისე, რომ დავიკლოთ, მე მოვიმატოთ, კი არა, არამედ ერთხელ დავიკლოთ და შევინარჩუნოთ. თუ მაგალითად ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა გაუთვალისწინებელი მოხდება, მაგალითად ორსულობა ან ნებისმიერი სხვა რაღაცა, რაც გამოიწვევს წონის მატებას, თქვენ აღარ გექნებათ შიში წონის მომატების, იმიტომ რომ თქვენ გექნებათ
გასაღები წონაში კლების, ან თქვენ გეცოდინებათ ყოველ ჯერზე თუ კი მოხდება რაღაცა ისეთი, თქვენგან დამოუკიდებელი, მაგალითად ორსულობაში ქალს უნდა თუ არ უნდა იმატებს გარკვეულ კილოგრამებს, 8-დან 15 კილომდე ქალები ვიმატებთ ორსულობაში, ხო? გვინდა თუ არ გვინდა ამის მიხედვით. სხვანაირად არ შეიძლება. იმის ჯანმრთელი იყოს ნაყოფი, ხო? და ამის შემდეგ შენ გეცოდინება როგორ მოხვიდე ფორმაში, შენით. არ ვიტყვი რომ მარტივია. ჭირდება ყოველდღიურობა, ჭირდება დისციპლინა, რომლის კონტროლერი თავიდან, სანამ ჩემთან იქნებით, მე ვიქნები და შესაბამისად შედეგი დაიდება. ეს შედეგი არ იქნება 2 კვირაში 10 კილო, ეს იქნება ჩანსაღი კლება, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, რა წონისა ადამიანი, ხა დამეთანხმებით, 120 კილო ადამიანი იკლებს სუსხას ისწრაფით, 55 კილო ადამიანი იკლებს სუსხას ისწრაფით. კლება იქნება იმის მიხედვით, რამდენი წონა აქვს ადამიანს, როგორი ექნება დეფიციტი, როგორ დაიცავს ამ დეფიციტს და ასევე ბუნებრივად ადამიანი როგორ იკლებს. არიან ადამიანები, ვინც ძალიან სწრაფად ikleben, არიან ადამიანები, ვინც ნელა ikleben, გაჩნია ასაკს, აქტივობას და ასე შემდეგ. ჩვენ ასევე აქტივობაც გვექნება. ჩემს მარათონში აუცილებლად იქნება აქტივობა, კონდეს არ იქნება რაღაცა საძულველი, ეს იქნება რაღაცა ყოველთვის სასიამოვნო და მისაღები, რასაც შეძლებს ყველა ადამიანი. ყველა ადამიანისთვის შესაძლებელი ფიზიკური აქტივობა, რომელიც ჩვენ ჯანმრთელობისთვისაც ასევე აუცილებელია არა მარტო წონაში კლებისთვის. ანუ ჩვენ ვსწავლობთ გამხდარი ადამიანის ფსიქოლოგიას, ვსწავლობთ როგორ ვიკვებოთ ისე, რომ ყველაფერი ვჭამოთ, რაც გვიყვარს და ეს ვაკონტროლოთ ჩვენ და ვიღაცამ არ გვიკონტროლოს სხვამ და იმაზე არ ვიყოთ მიბმული. ვსწავლობთ იმას, რომ ამას შეიძლება დისციპლინა და აი ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ვასრულებთ და ვდებთ სასწაულებრივ შედეგს. ვხდებით არა რაღაცა მიზნისთვის, არამედ ჩვენი თავისთვის და ერთხელ და სამუდამოდ. ანუ თუ ჩვენ ახლა ვართ ჭარბწონიანი ადამიანი, ჩვენ ვხდებით გამხდარი ადამიანები. ჩემი პირველი მარათონი იქნება 21 დღიანი. დავაპირებ რომ გავაკეთო ხოლმე სტაბილურად მარათონები, ვისაც ენდობა გააგრძელებს შემდეგ თვეებში, ვისაც ენდობა უკვე თვითონ გააგრძელებს თავის გზაზე და ვისაც ენდობა ჩემთან ერთად გააგრძელებს. საფასური იქნება 200 ლარი და დამეთანხმებით 200 ლარი არ არის ისეთ თანხა. მთელი თვის განმავლობაში 21 დღე. ანუ ჩვენ მაგალითად მე მაგალითად KFC შემიძლია შევუკვეთო, ერთი შეკვეთა სადღაც 60-100 ლარი შეიძლება იყოს, ანუ ადამიანები ვისაც გვაქვს წონა, რა ვიცი, სამჯეროდ ხშირ მეწვხარდოთ ხოლმე წონაში, მატებისთვის ასე ვთქვათ და პროდუქტებში და ასე შემდეგ. და ეს საუკეთესო ინვესტიცია იქნება საკუთარი თავისთვის. ეს არის ის მინიმალური თანხა, რაც მე მიღირს, რომ ჩემი დრო დავუთმო სხვა ადამიანებს. და აქ იქნება ჩადებული მთელი ჩემი სული, მთელი ჩემი გული, ეს იქნება კიდევ ერთი ჩემი ოჯახი, რომელშიც მე ვიქნები ჩართული ბოლომდე. თუ იქნება ადამიანი, რომელიც არ შეასრულებს იმას, რასაც მე ვეტყვი, თანხა უკან არ დაბრუნდება, ეს მინდა რომ გავაჟღერო თავიდანვე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მუშაობს, მაგრამ თუ შენ არ გააკეთე, ამას შენს ნაცვლად მე ვერ გავაკეთებ. ანუ ეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებ შენ. მე ვიღებ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ხელს მოგკითებ და გატარებ იმ გზაზე, რომელიც იქ მიგიყვან, სადაც მისვლა გინდა. მაგრამ შენ თუ ხელს გამიშვებ და გზიდან გადაუხვევ, ეს ჩემი ბჭყალებში ბრალი არ იქნება. ვისთვის იქნება მარათონი? მარათონი იქნება აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. ვისაც შეიძლება კალორიული დეფიციტი და წონაში კლება. მე ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე. აქ სულ მქონდა ვიდეოები ინტუიტიურ კვებაზეც. აქ სულ მქონდა ვიდეოები კვებით არშულობაზეც. მქონდა ვიდეოები როგორ დავითვალოთ კალორიები იმაზეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ წყდებოდა ამ თემაზე გამუდმებული კითხვები. და დამეთანხმებით, რომ მე როცა ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს ოჯახი, ყავს შვილები, აქვს საკუთარი საქმე, ძალიან ძნელია, რომ სათითაოდ ესე დაჭდე და ყოველ ჯერზე თავიდან ადამიანს აუხსნა ეს ყველაფერი. ამაში შენ იმხელა დრო იხარჯება, რომ ამ დროში ამ დროს ადამიანები ატარებენ სამსახურში, ან შვილებთან, ან ოჯახთან. შესაბამისად, მე გადავწყვეტე ამისი მონეტიზაცია, მე ვაკეთებ ძალიან სასარგებლო საქმეს, თქვენ ამაში მე მიხდით მინიმუმს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეს არის მინიმუმი. ანუ რა ღირს ბარიატრიული ოპერაცია, ხო?
რა ღირს ბარიატრიული ოპერაცია, რომელიც მერე ზოგჯერ წონა ბრუნდება. და ეს ჯანმრთელობას არანაირ საფრთხე არ ეხება. არ ექმნება აბსოლუტურად არანაირი საფრთხე. შენ სწავლობ, როგორ ჭამო შენი საყვარელი პროდუქტები, აღარასდროს არ იყო რაღაცა მონო და საშინელ დიეტებზე, როგორ დაიკლო წონა და მერე როგორ შეინარჩუნო ეს წონა. იმიტომ რომ შენ თუ იცი, როგორ იკლებ დეფიციტით, ისიც იცი, როგორ ინარჩუნებ შემანარჩუნებელი ოდენობით, ხო? და თან ისე, რომ ჭამ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გინდა. ანუ ეს არის საოცრება. არ ვიცი, ჩემთვის ეს არის საოცრება. მე ვიცი, რომ კალორიების თვლა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სისტემა, ყველა ადამიანს არ არის, არიან ადამიანებს არ შეუძლიათ კალორიების თვლა, მაგრამ ანუ რეალურად ყველა წონაში კლება ხდება დეფიციტით. შეიძლება შენ დეფიციტი შეიქმნა იმით, რომ 18 საათიანი დიეტა გააკეთო, მაგრამ დეფიციტი თუ არ გექმნება, წონაში არ იკლებ. თუ წონაში იკლებ, ესე იგი დეფიციტი გექმნება. ანუ რითი შეიქმნის შენ დეფიციტს, ეს შენი საქმეა. ანუ მაგრამ რეალურად დეფიციტი უნდა იყოს. და მე ყველაზე მთავარ გასაღებს, რომელიც არის წონაში კლების გასაღები, გასწავლით თქვენ. და ასევე თუ დავარღვევთ, როგორ გავუმკლავდეთ ამას, როგორ გავაგრძელოთ, როგორ ჩავდგეთ ისევ ჩვენს გზაში და არა ვიწვიტოთ და ეს რაც დავიკერით, უკან არავინ აზღაუროთ. ამას გასწავლით. ასევე გასწავლით როგორ უნდა ვიკვებოთ უკვე წონაში კლების დროს, როგორ უნდა ვიკვებოთ დღესასწაულებზე, როგორ უნდა ვიკვებოთ შვებულებაში, როცა გემრიელობებს ჭამთ. გასწავლით მიიღოთ ეს მთელი ეს პროცესი, როგორც რაღაცა სასიამოვნო, დიდებული შენი ზრდის და შენი სიყვარულისთვის გაკეთებული გზა. ეს არ იქნება გზა საკუთარი თავის სიძულვილიდან გამომდინარე, ეს იქნება გზა საკუთარი თავის სიყვარულიდან და მიმღებლობიდან გამომდინარე. აქვე ჩვენ ვისწავლით საკუთარი თავის შეყვარებას და მიღებას ისეთების, როგორებიც ვართ ახლა. ანუ ამის გარეშე ეგ არ ხდება. საკუთარი თავის, საკუთარ თავზე ზრუნვას და სიყვარულსაც ვისწავლით. გვექნება ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყოველდღე გექნებათ ჩემი ხმოვანი შეტყობინებები, ვიდეოები, პოსტები, იქნება აუცილებლად ყოველდღე უნდა ჩააგდოთ თქვენი ულუფების ფოტოები და აუცილებელი იქნება რომ გააზიაროთ წონა, საწყისი და ყოველდღე, მე ყოველდღე კი არა და ვისაც ყოველდღე უნდა ყოველდღე, ვისაც უნდა კვირაში ერთხელ, ანუ შედეგების გაზიარება იქნება აუცილებელი და ფოტოების თუნდაც სახის გარეშე, მდე და შემდეგ თუნდაც ჩაცმული, ოღონდ ისე რომ ჩანდეს სხეული როგორია მდე და როგორია შემდეგ. იმიტომ რომ ეს იყოს мотиваცია სხვა ადამიანებისთვის და ჩვენთვისაც რა თქმა უნდა, რომ შევხედავთ რამხელა გზა გავიარეთ. რეალურად ეს იქნება დასასრული იმ გზის, როცა იმ ჩაკეტილი წრის, როცა მთელი ცხოვრება დადიხარ ერთ წრეზე. და ეს იქნება გასაღები, რომ გეცოდინება როგორ უნდა დაიკლო ტანჯვის წამების გარეშე და ასევე ფსიქოლოგია ყველანაირი. ან წონაში კლების, კვებითი აშლილობა, რომ არ დაიწყოს და არ მოხდეს მაგითი და ვისაც რა და როგორ დაჭირდება ასევე. ანუ აქ არ იქნება ინდივიდუალური მენტორობა, მე ინდივიდუალურად ასეთი ადამიანი არ ამყავს ჯერჯერობით, მე ვნახოთ, აქ იქნება ჩვენი საერთო თელდღიანი ურთიერთობა ყოველ დღე 21 დღის განმავლობაში. ფასი იქნება 200 ლარი. სად დამიკავშირდეთ? ქვემოთ დავტოვებ ლინკებს. ეს ყველაფერი მოხდება Telegram-ში. შევიძლია დამიკავშირდეთ იმაზე Facebook-ის Messenger-ში, ნინი კვირიკე ქართულად მიწერია, სურვილის შემთხვევაში. დამიწერეთ კომენტარებში, ვინც დაინტერესებული იქნებით, დამიწერეთ მინდა. და შეგიძლიათ WhatsApp-ზე დამიკავშირდეთ ასევე. ყველა საჭირო ლინკს, სად შეიძლება რომ დამიკავშირდეთ, დაგიტოვებთ ვიდეოს ქვემოთ, პირველ კომენტარში, აღწერაში და პირველ კომენტარში. მისურვეთ წარმატებები გოგოებო. მე ვიქნები მოტივატორი და მენტორი, რაც რეალურად არის ჩემი მოწოდება. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმითი, რომ კიდე ერთ საქმეს გავაგრძელებ, რომელიც წლების წინ დავიწყე, რომელიც გადაბმული იყო ამასთან, იმიტომ რომ ესეც იმიტომ დავიწყე, რომ ეგ მეკეთებინა და დავბრუნდი ისევ მანდ და ანუ იმას ვაკეთებ, რაც ჩემია. შთავაგონებ ადამიანებს, გახდნენ უფრო ჯანმრთელი და თავის კიდე უფრო კარგი, უკეთესი ვერსია. მიყვარხართ.
გკოცნით და გისურვებთ წარმატებას და თქვენც მისურვებთ და გვისურვებთ ჩვენ ყველას. იწყება მარათონი 1 ივლისს. ვიქნებით 30 გოგო ადგილები შეზღუდულია. ეხლა ვიდეოს გადავიღებ TikTok-ისთვისაც და დავიწყებ უკვე მიღებას. ანუ თანხის ჩარიცხვა იქნება გავაკეთე ანგარიშები, როგორც იცით, საქართველო, Liberty, ისა TBC, ყველა ანგარიში მექნება. და ნებისმიერ ანგარიშზე მოხდება თანხის ჩარიცხვა. თანხა რო ჩაირიცხება, როგორც კი თანხა ჩაირიცხება, იმ დღესვე გაგაწევრიანებთ ჯგუფში და მარათონი უშუალოდ უკვე დაიწყება 1 რიცხვიდან. გკოცნით, გეხვევით, ძალიან მიყვარხართ დროებით. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. წინ კაი რაღაცები გველოდება.